გამარჯობა, მოგესალმებით ყველას 2026 წლის პირველ ეპიზოდს წერთ. საქართველოში ბეიქა პატურაშვილი, რატიმუჯირი გიორგი ცხვიტავა, ბრიუსელში თამარ ნუცუბიძე და ია მეურმიშვილი გვიერთდება ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ვაშინგტონიდან მეთქვა, მაგრამ ვიცი რომ ფლორიდაში ხარია. მოგესალმებით მოკლედ ყველას, გილოცავთ ახალ წელს და დავიწყოთ ბევრი რამე დაგვიგროვდა ვიდრე ჩვენ აქ სადღესასწაულო განწყობით ვიყავით, ვიდრე ახლობლებს ულოცავდით ახალ წელს და ზოგი მარც ისეთი ფხიზელი ვიყავით იმ მომენტებისთვის, უცებ აღმოვაჩინე რომ დიდი ფეიერვერკები ხდებოდა ვენესუელაში და ეს იყო პირველი შოკი ამ 2026 წლის აქედან გამომდინარე, ხო, სასაუბრო ბევრი დაგვიგროვდა, ვიდრე შესვენება გქონდა და დღეს მეტნაკლებად ვეცდებით, ცხადია მთლიანად ვერ ამოვწურავთ ბევრ თემას, ვენესუელა ვახსენე უკვე გარდა ამისა ირანთან დაკავშირებული უდიდესი პროცესები არის, უკრაინის გარშემო გვაქვს ბევრი სასაუბრო, გარდა ამისა არის კიდევ სხვა საკითხები, იგივე გრენლანდიას ვახსენებდით ჩვენ ვიდრე დავიწყებდით ჩაწერას, მოკლედ ვეცდებით რომ ყველაფერს შევეხოთ და ვეცდებით რომ საინტერესო განხილვა მოვაწყოთ, რა ხდება, როგორ დაიწყო, რით დაიწყო 2026 წელი და იმედია რომ ბოლომდე დარჩებით ჩვენთან და მოგეწონებათ ჩვენი განხილვა. კომენტარებსაც დაწერენ მე მგონი, ხო რატი? მოგესალმებით და აქვე თავშივე გილოცავთ ახალ წელს და ასევე მოგიწოდებთ რომ ვისაც შარშან არ გამოგიწერიათ არხი წელს აუცილებლად გამოგიწერიათ, იმიტომ რომ სტატისტიკა აჩვენებს რომ გვყავს მაყურებელი რომელსაც არ აქვს გამოწერილი არხი, გამოიწერეთ რომ არ გამოტოვოთ საინტერესო ეპიზოდები და აქვე ვიტყვი რომ როგორც ჩანს მელონის პროგნოზი გამართლდა, იყო რთული წელი, მაგრამ არა უშავს ხო წინა ხო კიდევ უფრო რთული წელი დაიწყო, პრინციპში რაღაცნაირი შოკური თერაპია გვაქვს, რაც დაიწყო 2026, სულ ცხელი ამბები არის, სულ რაღაცა ხდება, უკვე ძალიან თამამად საუბრობენ ახალ მსოფლიო წესრიგის კონტურებზე, სადაც საერთაშორისო სამართალი როგორც ჩანს იქნება მცდელობა რომ მეორე პლანზე გადავიდეს და ამ ყველაფრის პრინციპში ინდიკატორი არა და ბიძგის მიმცემი იყო ის სპეციალური სამხედრო ოპერაცია, ან იყო და ან არა, ესე არ არის მომენტ თვითონ ყოველ შემთხვევაში DEA ნარკოტიკების წინააღმდეგ დეპარტამენტმა ჩაატარა ეს ოპერაცია. პრინციპში რაც რაღაცა ცოტა სამართლებრივ ჩარჩო ჩემი აზრით ცulis და ამ ყველაფერზე ვისაუბროთ მოკლედ ჩემი მოგესალმებით, მეც გილოცავთ ახალ წელს, ყველას უსურვებ რაღაც საუკეთესოს და ცხადია, უნდა დავიწყოთ ვენესუელით, უნდა დავიწყოთ იმითი, რა განცხადებებიც გაკეთდა და პირველ რიგში ის რომ არ დაუშვებდა შეერთებული შტატები მისი გავლენის სფეროში, არც ჰეზბოლას, არც ჰამასის, არც რაღაცა ტერორისტული ორგანიზაციების ბოგინს და შედეგად მივიღეთ რომ მადურო წააწუნცულეს 3 საათში ჩატარდა ყველაფერი ეს. ია, გითხარი უფრო მეტი. გილოცავთ პირველ რიგში მეც ულოცავ მაყურებელს და მოგიწოდებთ გამოიწერეთ არხი მათ ვისაც ჩარშან არ გამოგიწერიათ წელს გამოიწერეთ. ძალიან კარგი მომეწონა ეს კომენტარი. ძალიან საინტერესო დასაწყისი ქონდა შეერთებული შტატების მთელ მსოფლიოსთვის 2026 3 იანვარს ჩატარდა ეს ოპერაცია, როგორც იცით, კარაკასის დროით დილის 2 საათზე და ამერიკის ისტორიაში სავარაუდოდ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამხედრო ოპერაცია იყო. ყოველ შემთხვევაში ასე აფასებენ სამხედრო ექსპერტები. გამომდინარე იქიდან, რომ 150-ზე მეტი საფრენი აპარატი, ეს იქნება თვითმფრინავები, დრონები და სხვა, იყო ჩართული, ასევე იყო ჩართული გემები, ჩართული იყო რამდენიმე შეერთებული სარდლობა, ჩართული იყო, რა ვიცი, თუ კი რამის მობილიზება შეიძლებოდა არასახმელეთო ძალის თვალსაზრისით, ყველაფერი იყო მობილიზებული და შეერთებულმა შტატების 7 პერსონალი დაიჭრა ან დაშავდა ამ ოპერაციის დროს, დაშავდა ერთი შოლმფრენი, რომელიც საბოლოო ჯამში მაინც ისე არ დაშავდა, რომ არ ჩამოვარდა, ის მაინც უშაფრთხოდ დაბრუნდა უკან გემზე. ამის გათვალისწინებით და ოპერაცია გაგრძელდა 3 საათი.
დაახლოებით და ის ჩატარდა სამხედრო ბაზაზე ფაქტიურად მადუროს ძალიან დიდი დაცვა ჰყავდა როგორც საკუთარი ჯარი ასევე როგორც აღმოჩნდა მოგვიანებით გავარკვიეთ ეს რომ აქ იყვნენ ასევე შეიარაღებული კუბელი შეიარაღებული სამხედროები, რომლებიც ისამჩელები მისი და ფაქტობრივად რა ვიცი, ესეთი ძალიან დიდი სიზუსტით განახორციელა შეერთებული შტატების სამხედრო აპარატმა ეს ოპერაცია. ეს მხოლოდ სამხედრო მხარეა და ამას ყველა აქებს და რა თქმა უნდა ყველა ამბობს იმას რომ არც ერთ სხვა ქვეყანას არ შეუძლია იმის გაკეთება რაც შეერთებულმა შტატებმა ამ ოპერაციის დროს გააკეთა და ეს იყო ძალიან კარგი მაგალითი და დემონსტრირება იმისა რა შეუძლია ამერიკას. ამის მეორე მხარეს რა თქმა უნდა ვითარდება ის ძალიან რთული იურიდიული თემა, რომელიც ეხება ზოგადად ოპერაციის ასეთი ოპერაციის განხორციელებას. არის თუ არა ეს ქვეყნის წინააღმდეგ, სახელმწიფოს მხრიდან სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული რაღაცა აგრესია და ძალადობა, სუვერენიტეტის დარღვევა, რა ვიცი, რეჟიმის დამხობა და ასე შემდეგ, თუ ეს რეალურად იყო სამართალდამცავი ოპერაცია. შეერთებული ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს საფუძველი შექმნას იმისა, რომ ეს იყო სამართალდამცავი ოპერაცია და სხვათა შორის ამ DEA-სთან ერთად რაც არის და ნარკოტიკების წინააღმდეგ ამერიკის მებრძოლი ამერიკის ფედერალური სააგენტო, სამართალდამცავი სააგენტო. ასევე ჩართულები იყვნენ გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები ამ ოპერაციაში. და ოპერაციის დაწყებამდე უკვე შემუშავებული იყო სასამართლო სარჩელი, სადაც მადურო მოხსენიებული იყო როგორც ნარკოკარტელის ხელმძღვანელი და ნარკოტერორისტი, რომელიც შეერთებულ შტატებს უქმნის საფრთხეს. რამდენად დარჩება ეს და როგორი რამდენად რამ ხელა გამოწვევები შეხვდება ამ იურიდიულ საკითხს ადმინისტრაციისთვის, როგორც კონგრესის მხრიდან, ასევე სასამართლოების მხრიდან შეერთებულ შტატებში, ეს ჯერ უცნობია, უნდა დავალოდოთ და ვნახოთ რა მოხდება. სავარაუდოდ შეიძლება რამდენიმე თვის განმავლობაში არანაირი შედეგი, ანუ არანაირი მომდევნო ნაბიჯები არ მოხდეს, მაგრამ მოგეხსენებათ შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნებია ნოემბერში დანიშნული და შეიძლება შუალედური არჩევნების მოახლოებასთან ერთად ვნახოთ რაღაცა უფრო დიდი ტალღა ეს შიდა წინააღმდეგობის. მადუროს რაც შეეხება, არავინ მე არ მინახავს ყოველ შემთხვევაში არავის კომენტარი, ვინც ამბობს, რომ მადურო არ უნდა დაეჭირა შეერთებულ შტატებს, პირიქით ხალხი მიესალმება იმას, რომ ამდენი წლის შემდეგ შეერთებული შტატებისთვის ამხელა გამოწვევების შექმნის შემდეგ მადურო ამერიკის მეურვეობის ქვეშ არის, ასე ვთქვათ და ის მან დაიწყო უკვე სასჯელის მოხდა ბრუკლინის ერთ-ერთ ფედერალურ ციხეში. ასე რომ ძალიან საინტერესოა ამას რა თქმა უნდა ასევე უკავშირდება ეს არ არის მხოლოდ ვენესუელასთან დაკავშირებული თემა, ამას ასევე უკავშირდება კუბის საკითხი, უკავშირდება კოლუმბიის საკითხი, მექსიკაზე არის ძალიან ხშირად საუბარი ასევე ამ კონტექსტში, როგორ განვითარდება მოვლენები ამ ქვეყნებთან დაკავშირებით თუნდა ვნახოთ, ეს შეგვიძლიათ მოგვიანებით მოდი ჯერ ვისაუბროთ თავად ვენესუელაზე, ბოდიში არო ჩაგეჭერი. მე ამ საკითხზე ხო ვფიქრობთ მთელი ეს დღეები და ნუ ვისმენთ ესეთ შეფასებებსაც, რაც ახსენა იამ, რომ ეს არის რაღაცა სუვერენიტეტის ხელყოფა, რეჟიმის ძალადობრივი გზით შეცვლა, ასე შემდეგ ხო. მეორეს მხრივ ვისმენთ, რომ არის შექმნილი ეს სამართლებრივი საფუძველი, რაც ასევე განმარტა იამ, რომ სტატუსი მიენიჭა მას, ჩატარდა სამართალდამცავი ორგანოების ჩართულობით ეს ოპერაცია, მაგრამ აი ამ აზრთა ჭიდილში, ასე ვთქვათ, ვეცადე ამოსულიყავი იქიდან რა არის ხალხის, თვითონ ვენესუელის ხალხის ნება და ისინი ამდენად ბედნიერები არიან ამ ამბით რა და ნუ გარდა ამისა ვიცით ხო მთელი ბექგრაუნდი ასე ვთქვათ ამ ამბის რა რესურსები აქვს ამ ქვეყანას და რა შესაძლებლობები ქონდა რა დღეში ჩავარდა რეალურად დღეს როგორი არის მისი მდგომარეობა და რა პერსპექტივა აქვს სხვა ანუ აი ამ ჭრილში რომ გავაგრძელოთ საუბარი ჩემთვის და ალბათ ბევრისთვის საინტერესო იქნება რა სulis ეს თავად ამ ხალხისთვის
და პოლიტიკური პროცესის შემდეგი რა ვერსიები ლაგდება საერთოდ, ანუ როგორ იმართება შემდგომში უკვე ვენესუელა. და ერთი პატარა რეპლიკა უბრალოდ ერთს ვიტყვი, რომ რატო ვსაუბრობთ ამდენს ახლა ჩვენ თბილისიდან, ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან ვენესუელა ქვეყანა არის, რომელმაც აღიარა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა, ხო, ასე რომ ჩვენთვის პირდაპირ ინტერესის საგანი არის ის რაც ხდება ვენესუელაში. ასე პატარა სანამ განავრცობს მინდა მეც ერთი მოსაზრება დავაფიქსირო ვენესუელა ხალხთან დაკავშირებით, ხო? კი, ვენესუელელები ბედნიერები არიან იმით, რომ მადურო მოაძრეს, თუმცა ძალიან სიმპტომატური იყო კადრები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ რა. კადრების უმრავლესობა, სადაც ვენესუელელი ხალხი ზეიმობდა მადუროს დამხობას, იყვნენ ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნებში. ისევე როგორც დემონსტრაციები, რომელიც იყო პირიქით მიმართული, რომ დააბრუნეთ მადურო, ესეც აქციები იყო სხვა ქვეყნებში. თავისთავად ვენესუელაში მე რამდენად ყოველ შემთხვევაში თვალყური მივადევნე, on the ground, რასაც იტყვიან, არაფერი განსაკუთრებულად არ შეცვლილა, რეჟიმად რჩება და პირიქით მიმდინარეობს ახლა რაღაცა დაალაგების მცდელობა შეერთებულ შტატებთან. ამის პარალელურად, ამითი ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში, ამითი ბათილდება ის ვერსია, რომ შტატებს უნდა რეჟიმ ჩეინჯი, იმიტომ რომ რეჟიმ ჩეინჯი პრაქტიკულად არ მოხდა, ხო? ასევე თუ კი ჩვენ ტრამპის განცხადებებს შევხედავთ, რომ არც ერთ ოპოზიციონერს ახლა არ აქვს ის გავლენა და პოპულარობა ვენესუელაში, რომ მზად არიან მმართველობა აიღონ. აი ამ მთელი განცხადებების და აი ამ სურათის შემხედვარე, როგორ შეიძლება მოვლენები გავითარდეს, ჩვენ დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენგან მოვნახეთ და ალბათ მაყურებელმაც უმრავლესობამ ნახა, ეგრეთ წოდებული მიმი, სადაც ის არის, რა ქვია, რუბიო არის და აწერია, რომ როცა უნდა მართო ვენესუელა ჩახიც უნდა იყო და კუბაზე. ხო და რაღაცა ესეთი იუმორის გარეშეც არ ჩაივლის ხოლმე ეს ამბები და აი ამ პერსპექტივით რომ განვიხილოთ რა მოლოდინები შეიძლება გქონდეს. და ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ აი რეჟიმ ჩეინჯის ვერსია ეხლა ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში შეგვიძლია რომ გამოვრიცხოთ პრინციპში. ნუ ხო, კაი, ჯერ რეჟიმს ხო, ზუსტად ეგ არის, რომ რეჟიმს რას დავარქმევთ, ეგ არის საბოლოო ჯამში ძირი ამ თემის, რეჟიმი არის თუ არა არის მადურო თუ არის რეჟიმი, რომელიც მადურომ შექმნა, რომელიც აგრძელებს დღეს ის მართვას ვენესუელას. ხო, ნუ ესაც რა ვიცი, ალბათ ესეთი რამდენად ერთი ემოციურად და რამდენად იურიდიულად უყურებ თემას, ან საერთაშორისო სამართლის ნორმები და რამდენად ამოდიხარ მაგაზია დამოკიდებული. მადურო შექმნილი რეჟიმი აგრძელებს საქმიანობას, მადუროს შექმნილი თუ ჩავესის შექმნილი თუ ყოველ შემთხვევაში ის სახელმწიფო აპარატები, რაც მადუროს შეერთებულ შტატებში ჩამოყვანამდე ფუნქციონირებდა ვენესუელაში, დღესაც ფუნქციონირებს და ეს უკავშირდება იმას, რომ ხანდახან ადარებენ ხოლმე მაგალითად რა მოხდა ლიბიაში მას შემდეგ, რაც კადაფი დაემხო, რა მოხდა ერაყში, რაც მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ომი დაიწყო და სადამ ჰუსეინის რეჟიმი ჩამოშალა თუ დაამხო. ორივე ქვეყანა ჩამოიშალა და შედეგად ვნახეთ ის, რომ ლიბიის ჩამოსვლის შედეგად ვნახეთ ის, რომ საბოლოო ჯამში ISIS-ი ჩამოყალიბდა, რა ვიცი, ბევრი მიზეზი იყო ამისი, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში რეგიონულ და გლობალურ დონეზე ძალიან დიდი გავლენა იქონია იმან, რომ ის დიქტატორები, რომლებიც მართავდნენ ქვეყნებს, აკონტროლებდნენ სიტუაციას იმ დონეზე, რომ გლობალური პრობლემა არ ხდებოდა ის რაც მათი არ ყოფნით თუ მათი ყოფნით კონტროლირდებოდა, რომ სხვანაირად როგორ ანუ სიტუაციას იმდანად მართავდნენ საკუთარ ქვეყნებში, რომ ეს გლობალური პრობლემა არ იყო, იყო უშუალოდ თავისი ქვეყნის პრობლემა და რაღაც დემოკრატიის არქონის და საკუთარი მოსახლეობის შევიწროების პრობლემა. ანუ აქედან გაკვეთილი არის, რომ რეჟიმი ბოლომდე არ უნდა დაემხოს? სწორად მივხვდი სადმე ხარ. ვფიქრობ, რომ ეს არის გათვლა სწორედაც, ხო, აი მით უმეტეს გამომდინარე იქიდან, რომ ახლა ჩავესის რეჟიმი თუ არის არალეგიტიმური და თუ ის არავინ აირჩია, მაშინ ჩავესი იყო მადურო ბოდიში. მადუროს ვიცე-პრეზიდენტი როგორ არის ლეგიტიმური?
როდესაც მადუროს ხელდასმული იყო ეს ადამიანი, ხო, მისი უახლოესი მოკავშირე იყო. აისაც ალბათ დაეხმარება ადმინისტრაციას იმაში, რომ ეს არ იყო რეჟიმის წინა თუ ეს არ იყო ვენესუელაში რეჟიმის შეცვლა, ეს იყო, ხო, ნამდვილად იყო სამართალდამცავი ოპერაცია. საინტერესოა ის, რომ თავდაპირველად ვიცე-პრეზიდენტი როდრიგესი გამოვიდა და ძალიან ისეთი ემოციური და ხო ხისტი განცხადება გააკეთა შაბათს შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით და მე ვნახეთ ის რომ ტრამპი გამოვიდა და ტრამპმა საკმაოდ ხისტი განცხადება გააკეთა რომ რა ვიცი აბა კარგად მოიფიქრე. შეიძლება უარესიც ხომ მოხდეს რაღაცაო და ამის შემდეგ უკვე გამოიკვეთა გზები, რომ როდრიგესი ახლა უკვე ძალიან ახლოს თანამშრომლობს რუბიოსთან და სხვა დარწმუნებული ვარ სადაზვერო სამსახურებთანაც, უსაფრთხო უშიშროების სამსახურებთან და საბოლოო ჯამში ვენესუელაში სახელმწიფო აპარატი არ ჩამოიშალა. ეს ვფიქრობ, რომ ძალიან იმ ადამიანებს, ვინც შიგნით ვენესუელას შიგნით აპროტესტებდნენ მადუროს გატაცებას თუ მადუროს დაკავებას ვფიქრობ მათთვის რაღაცა ფორმით არ ვიცი ეს სიმშვიდე ალბათ ცუდი სიტყვა, მაგრამ სტაბილურობის რაღაცა გარანტია. შიში იყო ის, რომ თუ ჩამოიშლა იმდენად ჩართულია მადუროს გარემოცვა კორუფციაში, ნავთობის ინდუსტრიაში, ნარკოტიკებთან დაკავშირებულ კარტელებთან, რომ ყველა მოინდომებდა რაღაცა თავისი უპირატესობის წარმოჩენას, თავისი ძალის გამყარებას, რასაც შესაძლოა საბოლოო ჯამში ძალიან დიდი არეულობა მოეტანა ქვეყნის შიგნით, მაგრამ ის რომ ახლა ეს ყველაფერი პოლიცია, ჯარი, უსაფრთხოების სამსახურები ყველაფერი ისევ ადგილზეა, ეს ვფიქრობ რომ აი ამ ხალხს მათ ვინც წუხდა იმით რომ ქვეყანა შეიძლება ჩამოიშალოს ერთგვარ სტაბილურობის განცდას მისცემს. როგორი იქნება კუბა-ვენესუელის ურთიერთობა ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ კუბა-ვენესუელას უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან დიდ დახმარებას უწევდა და მეორეს მხრივ ვენესუელა ძალიან დიდი ოდენობით ნავთობს აწვდიდა კუბას და ნავთობი, ფული ორივე არის ძალიან დიდი სანქციების, ძალიან მკაცრი სანქციების ქვეშ და საბოლოო ჯამში ერთმანეთის დახმარებით ორივე ძალიან მყარი და სტაბილური ავტოკრატიული რეჟიმები იყო. კუბა როგორ გააგრძელებს ამის შემდეგ ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ უბრალოდ სხვა შემოსავლის წყარო რამდენად ექნება ამ ზომის შემოსავლის წყარო. ერთი კითხვა, რახან ნავთობზე ვსაუბრობთ, რამდენად ველით უახლოეს პერიოდში ამერიკულ ნავთობის კომპანიების შესვლას, ასე ვთქვათ. აი ეს ხო ავიდანვე ითქვა პრინციპში. სანამ ნავთობზე გადავალთ ევროპული პერსპექტივა ხوار მოვისმინოთ უცბად ამ ყველაფრის, მით უმეტეს რომ საფრანგეთიდან ძალიან კვახე განცხადებაც მოვისმინეთ, საგარეო საქმეთა მინისტრის თვიტი იყო თუ სწორედ მახსოვს, რომ მას შორის საერთაშორისო სამართლის დარღვევასთან დაკავშირებით და ზოგადად ევროპული პერსპექტივა მოვისმინოთ პოლიტიკური შეფასების ნაწილში და მე უკვე ნავთობზე და სხვა რეგიონი არის ჩამო. არ მინდა დაგავიწყდეთ, ძალიან საინტერესო რამე ახსენა ასევე ამ ახლა ელიტა რას განიცდის და რა ჭმუნვებშია ელიტა, რომელიც რეჟიმის პირობებში ჩამოყალიბდა. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის. ევროპული პერსპექტივა და მე მაგით დავბრუნდეთ იასთან. სხვა რეჟიმებთან მიმართებითაც. თამარ, შენთან ვართ. ხო, ევროპულ პერსპექტივას რაც შეეხება, ერთიანი განცხადება იყო 26 ქვეყნის სახელით, რომელიც კაია კალასმა წარადგინა და აქაც არ ჩამორჩა ტრადიციას და ორბანი არ შეუერთა ამ განცხადებას, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მოზომილი იყო და არ ეჭირა არც ანტიამერიკული, ვთქვათ, პოზიცია ამ განცხადებაში 26 ქვეყანას და არც პროამერიკული, ევროკავშირის პოლიტიკის ესეთი ნათელი მაგალითი იყო განცხადება, მოზომილი, ძალიან ზოგადი, რომ ევროკავშირი მოუწოდებს მხარეებს და სიმშვიდე იყოს და ესკალაცია რომ არ იყოს რეგიონში, თუმცა მეორეს მხრივ იმასაც ამბობს ევროკავშირი, რომ ვენესუელას ხალხის არჩევანს და ზოგადად მათ სურვილს იყვნენ თავისუფალი, ამას
რასაც უნდა ეს პატივი ყველა მხარემ. ნახეთ რომ ცალკე როგორც რატი შენ თქვი იყო ასე თუ ისე რაღაცა განსხვავებული პოზიციები სხვადასხვა ქვეყნების, თუმცა რაღაცა აი განსაკუთრებულად მწვავე და ისეთი განცხადება მე არ შემხვედრია და ზოგადად ვენესუელის საკითხიც კიდევ ერთი საკითხი გახდა ევროკავშირისთვის იმის მამოტივირებელი რომ ევროკავშირმა მაინც თავის სტრატეგიულ ავტონომიაზე უნდა იფიქროს და თავის გზა დამოუკიდებლად გააგრძელოს და იყოს რეგიონში სერიოზული მოთამაშე და უფრო მეტად თქვათ საუბარი ევროკავშირში აი იმ გლობალურ თემაზეა რითიც რაზეც შენ საუბრობდი, აი ამ საერთაშორისო ნორმების წესრიგის გადახედვაზე მიდის თუ არა საუბარი და რამდენად აქტუალურია და როგორი იქნება სამყარო, როგორი იქნება ევროკავშირის უსაფრთხოების არქიტექტურა და რა უნდა ქნას ამ პირობებში ევროკავშირმა, ასე რომ ამ მხრივ ევროკავშირი შედარებით უფრო ნაკლებ აქტიური იყო, რასაც თქვათ ვერ ვიტყვით უკრაინასთან დაკავშირებით, რაზეც დაბრუნდა მოლაპარაკებების მაგიდასთან, მობრუნდა ევროკავშირი და თუ ბოლო პერიოდში ცოტა ისე მოცილებული იყო ამ საკითხს და უშუალოდ ამერიკასთან მიმართებით მოლაპარაკებების საკითხს უკან მოუბრუნდა და ჩაერთო აქტიურად ამ პროცესში, ასე რომ ამ მხრივ ეს შეგვიძლია ვთქვათ ვენესუელასთან დაკავშირებით და შემდეგი ნახოთ ახლა ევროკავშირშიც ადევნებენ თვალყურს რა მოხდება. ია რასაც ყვებოდა ძალიან საინტერესოდ, არაერთი სტატია წავიკითხე და სწორედ ამაზე იყო ამ სტატიებში საუბარი, რომ რაღაცა სხვა მოდელი, არა რეჟიმ ჩეინჯის, არამედ სხვა მოდელის მოსინჯვა ახდება შესაძლოა, ისე რომ თქვათ დიქტატორი იყოს მოშორებული, თუმცა არ მოხდეს კოლაფსი და ჩამონგრევა ქვეყნის შიგნით და ნახოთ საინტერესო პროცესია ნამდვილად და რატი დამასწარი ჩვენ ბოლო გადაცემა ასე ჩავწერეთ ზუსტად ჯორჯა მელონის სიტყვებით და უარესი თუ არა უფრო მეტად საინტერესო ნამდვილად დაიწყო ეს წელი ძალიან ბევრი წელი. აი ამერიკული ნავთობ კომპანიები ვენესუელაში, ვენესუელელი ელიტები და რომელზეც ირანზე შეგვიძლია მე კარგად გადავიდე. აი ეს ჰეზბოლა ჰამასი ძალიან საინტერესოა. არ ვიცი თქვენ შეხვდათ თუ არ შეხვდათ, მეც მხოლოდ ერთხელ შემხვდა და მე ვეღარც გადავამოწმე ესეთი ნიუსი თითქოს ზაფხულში ვიცე-პრეზიდენტი ვენესუელის და CIA-ის ჰქონდათ საიდუმლო შეხვედრა. ხო, შეიძლება ძალიან კონსპირაციულია, მე მართლა ერთხელ შემხვდა და მე აღარ შემხვედრია, ვეღარც გადავამოწმე, რამე თქვენ ხო არ გსმენთ ამაზე და პრინციპში რაღაცნაირად ლაგდება კონსპირაციის თეორიების მოყვარულებისთვის, რომ ივნისში შეხვდნენ და ლაგდნენ, ეხლა შევლენ, ნავთობს მოიპოვებენ, გაინაწილებენ რაღაცა. ხო, ანუ დაუბრუნდეთ ამერიკულ ნავთობ მომპოვებლებს ვენესუელაში. მე მახსოვს რომ დიდი ენთუზიაზმით არ იყვნენ კომპანიები, ხო? კომპანიებმა ერთხელ უკვე გამოცადეს რას ნიშნავს ის, როცა კაპიტალისტური თუ რა ვიცი თავისუფალი საბაზრო ეკონომიკას მიჩვეული კომპანია შედის ისეთ ქვეყანაში როგორც არის ვენესუელა, ან რუსეთი, ან ირანი, ან რა ვიცი სხვა ნებისმიერ შეგვიძლია ჩამოთვალოთ, თუნდაც რა ვიცი ალბათ არ ვიცი ჩრდილოეთ კორეაში რამდენი ნავთობ კომპანია მუშაობს, მაგრამ მუშაობს თუ არა არ ვიცი. მაგრამ ვენესუელაში გამოცდილება იყო ის, რომ ფაქტობრივად ნაციონალიზაცია მოხდა ყველა ნავთობ კომპანიის რევოლუციის შემდეგ და გამოიდევნა ქვეყნიდან ნებისმიერი ესე თავისუფალი საბაზრო ეკონომიკაში მონაწილე აქტორები ფაქტიურად აღარ არსებობდნენ. ვენესუელას აქვს საკუთარი PDV-ს და ესე შემოკლებით ეს არის პეტროლეუმის მონოპოლია, სახელმწიფო მონოპოლია, მოკლედ, როცა სახელმწიფო არის აკეთებს ყველაფერს, ასაც ნავთობ კომპანიები უნდა აკეთებდნენ. როგორ მოხდება ამისი განაწილება? ტრამპს რა თქმა უნდა ძალიან უნდა რომ ამერიკული კომპანიები შევიდნენ ვენესუელაში. ინდუსტრიის თვითონ ტრამპი ამბობს იმას, რომ ინდუსტრია მზად არის ვენესუელაში შესასვლელად, მაგრამ ეს მხოლოდ მზად
თაობა არ არის ამისთვის საკმარისი. ვენესუელაში უნდა შეიცვალოს კანონმდებლობა იმისთვის, რომ ხელი შეეწყოს იმას, რომ სხვა ქვეყნის კომპანია შევიდეს და იქ იმუშაოს. არ ვიცი, დარწმუნებული ვარ, იქ უნდა შეიცვალოს, რა ვიცი, დასაქმების კანონი, რა ვიცი, განსახლების ბევრი რამ უნდა მოხდეს, მანამ სანამ კომპანია შევადა ნავთობის ათვისებას დაიწყებს. თუმცა ასევე არ არის გამორიცხული ის, რომ უბრალოდ რაღაცა თანაწარმოებით მოხდეს საწყის ეტაპზე. თანამშრომლობით მოხდეს საწყის ეტაპზე ეს ურთიერთობები, უბრალოდ გაიზარდოს ვენესუელას ნავთობწარმოება. დღეს ვენესუელა აწარმოებს 1 მილიონ ბარელს, მაშინ როცა რეზერვი ვენესუელას არის დაახლოებით 15-ჯერ უფრო დიდი, ვიდრე შეერთებულ შტატებს აქვს. ზოგადად ვენესუელას აქვს მსოფლიოში ყველაზე დადასტურებულად ყველაზე დიდი მარაგი ნავთობის, მაგრამ როგორც ჩანს ექსპერტების თქმით, ეს ნავთობი არის ძალიან მძიმე, ძალიან უხეში და სჭირდება განსხვავებული ტექნოლოგია იმისთვის, რომ გადამუშავება მოხდეს ნავთობის. ამიტომ შესაძლებელია ის, რომ უბრალოდ ამერიკული კომპანიები რაღაცა ბიზნეს კონტრაქტებით ურთიერთობაში შევიდნენ ვენესუელას ამ მონოპოლიასთან და ხელი შეუწყონ იმაზე მეტის წარმოებას ვენესუელური ნავთობის წარმოების გაზრდას და ამ ზრდის საფუძველზე თვითონ ამერიკულმა კომპანიებმა მიიღონ შემოსავალი. შესაძლოა ეს იყოს მოდელი ამ ეტაპზე. მაგრამ ის რომ ახლა მომავალ კვირას დავინახოთ, რომ რა ვიცი, ყველა ამერიკული კომპანია უცებ შევიდეს და ნავთობის ათვისება დაიწყო ვენესუელაში, ამას მე ვერ ხედავ. სხვათა შორის თამარა უნგრეთზე საუბრის დროს და ეს ნავთობსაც ეხება მათ შორის ბოლო პერიოდში საინტერესო იქნება თუ იყო რაღაცა გამოხმაურება ბრიუსელში ამაზე. თუ არ ვცდები, რამდენიმე ერთი კვირის წინ ალბათ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორბანი ჯერ ისე ველოდება იმ შეღავათებს, რაც ტრამპი მას დაპირდა, მაშინ როცა ორბანი იყო ჩამოსული ვაშინგტონში ტრამპთან შესახვედრად. რომ ეს იყო ერთწლიანი შეღავათები თუ სანქციებიდან გათავისუფლება უნგრეთის და თუ არ ვცდები, საუბარი იყო რაღაცა თანხის ოდენობაზეც, რომელიც უნგრეთს უნდა მიეღო ეკონომიკის ეს ჯამპ სტარტისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ როგორც ჩანს ახლა შედარებით სტაგნაციაა ქვეყანაში მოლოდინთან შედარებით. და შეერთებულ შტატებს ეს Reuters ქონდა ეს ინფორმაცია გავრცელებული, რომ შეერთებული შტატები შტატებს არ გადაუდგამს არანაირი ნაბიჯი ჯერ იმისთვის, რომ უნგრეთმა ეს შეღავათები მიიღოს და ძალიან მაინტერესებს ეს სხვა ვერ ვნახე სხვა ესეთი შემდგომი ინფორმაცია ამაზე, მაგრამ რაღაცა ბმა თუ არის აი ამ ნავთობსა და ეს ცხადია რუსულ ნავთობზეა საუბარი აქ და არა ვენესუელას ნავთობზე, მაგრამ მაინც ძალიან საინტერესოა ხო რაღაცა იქნება მომავალ ჯერზე რაღაცა ჰეზბოლაც არ გამოხვჩეს ია სანამ ჩვენთან ხარ ია სანამ ჩვენთან არის კიდე გრენლანდიის პინგ-პონგს ვერ გავატარებ. მე თუმეტეს იაც აქ არის და თამარას და ეს რაღაცა ერთობლივი განცხადებებიც იყო ევროკავშირიდან. იქით ტრამპი არ ნებდება და იძახეს, რომ გრენლანდია მის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია. ამ პინგ-პონგის მატჩში რა შეიძლება ველოდოთ ან ამერიკიდან ან ევროკავშირიდან. ძალიან საშიში ფაზაშია ჩემი აზრით ტრანსატლანტიკური ურთიერთობა იმ რიტორიკიდან გამომდინარე, რაც გვესმის ახლა თეთრი სახლისგან. ეს არ არის მხოლოდ ტრამპი ახლა უკვე საუბარია სტივ მილერი, რომელიც არის აპარატის უფროსის თეთრი სახლის აპარატის უფროსის მოადგილე, საგარეო პოლიტიკაში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა თეთრ სახლში. ისიც გამოვიდა
გადაიცა და CNN-თან ინტერვიუში ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ კი გრენლანდია გვჭირდება უსაფრთხოებისთვის, მაგრამ როგორ გვჭირდება? მე საბოლოო ჯამში არ თქვა ის რა ფორმით შეიძლება გახდეს გრენლანდია შეერთებული შტატების ნაწილი. მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში რიტორიკა, რომ რაღაცა ფორმით ამერიკას უნდა ეკუთვნოდეს გრენლანდია, ძალიან აქტიურად მოდის შეერთებული შტატებისგან, რაც რა თქმა უნდა არამხოლოდ არა მხოლოდ რა ვიცი მოკავშირეებისთვის, არამედ მთელი ალიანსისთვის წარმოადგენს რაღაცა ძალიან დიდ გამოწვევას, იმიტომ რომ არავინ იცის იმდანად გაუთვლელია თეთრი სახლის მოქმედებები და პრეზიდენტ ტრამპის მოქმედებები. ზოგადად უბრალოდ არავინ იცის რა შეიძლება მოხდეს. არის შეფასებები, რომ ეს უბრალოდ მოლაპარაკების რაღაცა მუქარის სახით არის გამოყენებული იმისთვის, რომ ევროპა, დანია ნატო უფრო მეტზე დაითანხმოს შეერთებულმა შტატებმა და უბრალოდ ამას მუქარად იყენებს, რომ გრენლანდია ჩემთვის მინდა. თუმცა არ ვიცი, უნდა შევხვდეთ ნებისმიერი ოპერაცია შეერთებული შტატების გრენლანდიაში, რა თქმა უნდა სამხედრო ოპერაციაზე მაქვს საუბარი. თუ არ ვცდები, რამდენიმე ლიდერმა განაცხადა უკვე ევროპის, რომ ეს იქნება რაღაც ნატოს ძალიან დიდი საფრთხე შეექმნება გამომდინარე იქიდან, რომ გრენლანდია ნატოს წევრიცაა, სხვა თუ არაფერი. თუმცა ასევე ამბობენ იმას, რომ ქონდა ჩვენ პრეცედენტები, როცა ნატოს ორი წევრი ქვეყანა ერთმანეთთან ომში ჩაერთო, მაგრამ ამან ალიანსი არ ჩამოშალა. ასე რომ უკიდურესად საშის, საფრთხილო და ძალიან საინტერესო ეტაპზე შევდივართ. გრენლანდიაზე ერთი ბოდიში იმას დავამატებ, რომ თვითონ გრენლანდიის მოსახლეობას არანაირად არ უნდა შეერთებული შტატების, რა ვიცი, 50,000 შტატობა თუ რაღაცა ტერიტორიად ქცევა თუ არ უნდათ, მათ უნდათ ან დამოუკიდებლობა, ან ძალიან ბედნიერები არიან იმ სტატუსით, რაც სტატუსით ახლა აქვთ. და მეორე ის, რომ დანიის მთავრობა ძალიან ღიად სთავაზობს შეერთებულ შტატებს რა ვიცი, მობრძანდით და განალაგეთ თანამშრომლობას და ზოგიერთი მონაცემით შეერთებულ შტატებს გრენლანდიაში ჰქონდა 17 სხვადასხვა სახის სამხედრო ინსტალაცია, ეს იყო რაღაცა, ზოგი იყო ბაზა, ზოგი იყო რადარის სადგური, ზოგი იყო რა ვიცი, ყინულის ათვისების თუ ყინულზე დაკვირვების, ზოგი იყო რაღაცა კოსმოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა მოკლედ ბევრი ინტერესი ჰქონდა განლაგებული შეერთებულ შტატებს გრენლანდიაში და საბოლოო ჯამში ახლა არის თუ არ ვცდები ერთ სამხედრო ბაზაზეა ეს ყველაფერი ჩამოსული. სამი სადგური არის თუ სწორად მახსოვს, რაც ბოლო ინფორმაცია ნახე მაგაზე, ანუ მოქმედი ესე ვთქვათ. სამხრეთ ნაწილში იყო მონიშნული იყო ეს. ხო, ერთ დეტალს რადგან თვითონ ეს გამართ თვითონ შეერთებული შტატების შურვილით შემცირდა შეერთებული შტატების ყოფნა გრენლანდიაში, ეს არ იყო ვთქვათ არავის მოთხოვნა რომ გასულიყო. და ამიტომ გრენლანდია, ამიტომ თვითონ ნატოც რა ვიცი ფიქრობ მთელი კონტინენტი ამბობს რომ დაბრუნდით ბატონო არ გიშლით არავინ აი თუ ისეთ ათვისება თუ გინდათ მინერალების, მაგრამ აი ნახოთ შეიძლება მართლა რაღაცა მოლაპარაკების ტაქტიკაა ეს და რეალურად ესეთი დიდი კრიზისი შეიძლება არ შეიქმნას. ხო, სწორედ მინერალების ხსენება მინდოდა, ეხლა როცა ჩაჭრას ვცდილობდი, ანუ ეგ არის ალბათ ერთ-ერთი მთავარი განსაზღვრელი ფაქტორი, ხო? ანუ როგორც ვიცით, იქ ძალიან დიდი რესურსები არის, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის შტატებისთვის და ძალიან გამოკვეთილად აქცენტს აკეთებს ტრამპი ამაზე ბოლო პერიოდში, ხო? ანუ მუდმივად არის ეს მინერალების მოპოვების საკითხი წინ წამოწეული და ნუ ეგ ინტერესი ხომ არ წონის, მაგრამ სხვათა შორის როდესაც ჩინეთის და რუსეთის ინტერესებზე პასუხობდა ერთ-ერთ ტრანსლაციას უყურებდი დანიის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი ის ამბობდა ყურში ჩამჩეს და ამასობდა რომ ერთი ჩინური რესტორანი არისო მხოლოდო და სხვა დანარჩენიო იქო არაფერი ჩინური არ ფუნქციონირებს ანუ ესეთი ეს განცხადებები, ანუ ამის გაბათილებას ცდილობდა თითქოს იქ რუსული და ჩინური ინტერესები ტრიალებს, ეს ესე არ არისო რა, ანუ ამას ამბობდნენ ისინი თავად.
მინერალებთან ერთად მე ვფიქრობ მინერალები უფრო რაღაც არ ვიცი, უფრო საბაბი მიზეზი. საბაბი ხო რაღაცა ეკონომიკური თვალსაზრისით უფრო მომგებიან ჟღერს, უფრო მიმზიდველად ჟღერს, თქვათ, როცა ამომრჩეველს ეუბნები, რომ იცი რა გრენლანდია იმისთვის მინდა რომ ეგ რა ვიცი ისა ლითიუმი თუ რა ვიცი ტიტანიუმი თუ რაც არის ეს ამოვიღო მიწიდან. უფრო ადვილად გასაყიდია ჩემი აზრით და მინერალებზე მაგიტოა საუბარი, იმიტომ რომ რა ვიცი უზარმაზარი შრია ყინულის, ჯერ ყინული უნდა აითვისო და მერე ჩააღწევ მინერალამდე. თუ გაქვს ეგეთი ტექნოლოგია. მაგრამ ფიქრობ რომ უფრო დიდი ნაწილი უკავშირდება ჩინეთისა და რუსეთის ყოფნას გრენლანდიაზე თუ გრენლანდიასთან ახლოს. უკავშირდება საზღვაო მარშრუტები, რომლებიც გადის არქტიკაზე. და უფრო მეტად ალბათ ეს არის მნიშვნელოვანი არქტიკის ყინულის დნობასთან ერთად, რაც დადასტურებით ვიცით, რომ ყინული უკან იხევს თუ დნება. საზღვაო მარშრუტები შეიძლება გაცილებით უფრო სწრაფი იყოს, რა ვიცი, ჩინეთიდან ჩრდილოეთ ამერიკამდე ტვირთის მოტანა, რა ვიცი, ზოგიერთი გათვლით შეიძლება 17 საათით შემოკლდეს და რაღაცა ძალიან მასშტაბურ შემოკლებაზეა საუბარი, რაც თავისთავად უკავშირდება კომპანიებისთვის შემოსავალს, უკავშირდება, რა ვიცი, ძალის გადასროლის სისწრაფეს, ბევრი სხვადასხვა ასპექტი აქვს. ამას სავარაუდოდ ალბათ ეს არის კიდევ ერთი დამატება მინერალებთან ერთად. მე ვიფიქრებდი, რომ უფრო მნიშვნელოვანი გათვლა, რომ მომდევნო, რა ვიცი, 10, 15, 20 წლის განმავლობაში თუ მოხდა ისე, რომ არქტიკა გამოყენებული იქნა საზღვაო ნავიგაციისთვის, კომერციული საზღვაო ნავიგაციისთვის. მაშინ შეერთებულ შტატებს ენდომება, რომ იყოს იქ და სადაც კომერციული საზღვაო ნაოსნობა, იქ რა თქმა უნდა სამხედრო ნაოსნობაც არის და შესაბამისად შეერთებულ შტატების რაღაცა ძალის პროექცია გაცილებით უფრო მძლავრი იქნებოდა ალბათ ამ გათვლას აკეთებს ადმინისტრაცია, რომ ძალის პროექციაზე ბოდიში რო ჩაგეჭერი, მაგრამ არ დაგვავიწყდეს ჰეზბოლა ჰამასი, არ დაგვავიწყდეს მათი სპონსორი ირანი, იმიტომ რომ ჩვენ მე ირანსაც უნდა შევეხოთ აუცილებლად და სანამ შენ დაგვტოვებ, იქნება რამდენიმე სიტყვა გვითხრა მათ შორის შეერთებული შტატების ძალის პროექციაზე ზუსტად თავის გავლენის სფეროში და ცხადია იმ მოვლენებზე, რაც ხდება თეირანში. აი რა ბუკვალურად რამდენიმე წუთი და გაგიშვება. თეირანში ძალიან ცნობილია ის, რომ სამხრეთ ამერიკაში, განსაკუთრებით ვენესუელაში ძალიან აქტიური იყო ჰეზბოლას განსაკუთრებით ჩართულობა, ასევე ირანი, თუ სადაც როგორც წესი, სადაც რუსეთი და ჩინეთი ძალიან ახლოს არიან ჩართულები, იქ ირანიც არის. ან სადაც რუსეთი და ირანი არიან, იქ ჩინეთი არის და ეს სამკუთხედი ძალიან ახლოს უკავშირდება ხოლმე ერთმანეთს და ასევე რა თქმა უნდა ჩართულია სადაც ირანია, იქ ეს რაღაცა მისი საცეცები, იქნება ეს ჰეზბოლა თუ სხვა ტერორისტული ორგანიზაციები თუ შეიარაღებული ჯგუფები ყველგან არიან. მე კონკრეტულად ვენესუელას შემთხვევაში, ყოველ შემთხვევაში ესეთ დიდ მედია საშუალებებში არაფერი მინახავს ამ ჯგუფთან დაკავშირებით, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანის პოზიციები იმდენად დაასუსტა, ასევე ზოგადად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები, იქნება ეს ღაზას ცეცხლშეწყვეტის შეთანხმება თუ ლიბანთან წარმოებული, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ლიბანის მთავრობასთან წარმოებული, ვთქვათ, მოლაპარაკებები და სამშვიდობო თუ ლიბანის დახმარების გეგმის შემუშავება იმისთვის, რომ ჩემი აზრით ნაწილობრივ ჰეზბოლას გავლენა შემცირდეს როგორც ქვეყანაში, ასევე რეგიონში. არის ძალიან მნიშვნელოვანი და წინა შემთხვევაში ლიბანი იმიტომ არის აქ ამ საუბრისთვის ახლა მნიშვნელოვანი, რომ ჰეზბოლა არის ლიბანის ფაქტიურად მართავს ლიბანს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოწყობა არის ისეთი, რომ რაღაცა თანაბარი ძალა უნდა გქონდეთ სამ ძირითად მოთამაშეს ქვეყანაში დეტალებში რა შევიდეთ, მაგრამ ჰეზბოლა საბოლოო ჯამში ბოლო დაახლოებით
15 წლის განმავლობაში შეძლო ის, რომ ფაქტიურად მართავს ქვეყანას და ეს არის მხოლოდ რაღაც ძალადობრივი მართვა, მართავს პარლამენტს, მართავს სასამართლოებს, არის წამყვანი ძალა. ჰეზბოლა, რა თქმა უნდა, არის ძალიან ახლო კავშირში, არის დაფინანსებული ირანის მიერ. ლიბანის მთავრობასთან მოლაპარაკებების წარმოება და ლიბანთან ურთიერთობის გაუმჯობესება შეერთებული შტატების მხრიდან თავისთავად ნიშნავს იმას, რომ იქ როგორც ჰეზბოლას, ასევე ირანის პოზიციები შესუსტდება ან შემცირდება. და შესაბამისად, მე თუ ვთქვათ, ერთგან შესუსტდა და დაფინანსება მოაკლდა ორგანიზაციას ისეთი დიდი მოთამაშისგან, როგორც ირანია, ალბათ სხვა რეგიონებშიც ვნახავთ დაახლოებით იგივეს. სხვა, რა ვიცი, ჰეზბოლაზე პირდაპირ ვენესუელასთან კავშირი ამჯერად გამიჭირდება ლაპარაკი, მაგრამ იქნება შემდეგ ჯერზე კონდეს უფრო მეტი ისეთი ინფორმაციული მარაგი ამაზე. მადლობა ია. იას მადლობა. რამის დამატება თუ ხომ არ გინდა, თუ არა დაგემშვიდობებით ამჯერად და უკვე მომავალ შეგადრისელი და მე თამარი თამარი გრენლანდიაზე და მე გრენლანდია და მე ცხადია ყველაფერი ია დროებით ია ნახვამდის დიდი მადლობა. გავდივარ, მაგრამ არა უშავს. ნახვამდის. შეხვედრამდე. დროებით, კარგი. შეხვედრამდე. აქვე შეგახსენებთ, რომ თუ ამდენი ხანი გვიყურებთ და ვიდეო ჯერ არ დაგილაიქებიათ, ახლა ძალიან კარგი დროა იმისთვის, რომ ვიდეო დაალაიქოთ, თუ არხი არ გაქვთ გამოწრილი, აუცილებლად გამოიწერეთ არხი. იაქტიურეთ კომენტარებში, დაწერეთ თქვენი მოსაზრებები. და გააზიარეთ თქვენ სოციალურ ქსელში, რაც მთავარია ეს ვიდეოები იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გვიყუროს. გარდა ამისა, შესაძლოა თქვენ კავკასიაზე გვიყურებდეთ ახლა. უნდა იცოდეთ, რომ ეს YouTube პროექტია. მადლობა კავკასიას ამ შესაძლებლობებისთვის და თქვენთვის სპეციალურად არის QR კოდი მონიტორზე, რომელიც შეგიძლიათ დაასკანიროთ და გადახვალთ YouTube-ზე, გამოგვიწერთ და ასე გახდებით ჩვენი მიმდევარი და პირველები გაიგებთ იმ ინფორმაციას და დისკუსიას, რომელსაც აქ მართავთ ხოლმე ყოველკვირეულად. აი, ბურთი შენს მოედანზეა, თამარ? გრენლანდიას რაც ეხება, ალბათ ჩვენმა მაყურებელმაც ნახა, ძირითადად ევროკავშირის და ნატოს პოზიციები აქ ჩემი აზრით ეს იქნება ერთ-ერთი აქტუალური თემა ნატოს ფარგლებში, რადგან გენერალურმა მდივანმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სწორედ ამ გზით წაიყვანა ეს საკითხი და თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიც და გრენლანდიაც, დანიაც არიან ალიანსის წევრები და საუბარი სავარაუდოდ ამ ფარგლებში იქნება, რაც შეეხება ევროკავშირს, ევროკავშირიც საკმაოდ სოლიდარულიც იყო და ესეთი მკაფიო პოზიციაც ჰქონდა. დღეს მაგალითად საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ელჩებთან შეხვედრისას ასევე ახლა მას კონკრეტულად არ უსაუბრია, ვთქვათ, გრენლანდიაზე და ვენესუელაზე, თუმცა აი ამ ამერიკის პოზიციონირებაზე გააკეთა აქცენტი და თქვა, რომ შორდება ამერიკა თავის პარტნიორებს და ამასთან დაკავშირებით რაღაცნაირი მწუხარება გამოთქვა. კი, მწუხარება გამოთქვა და ისევ გააკეთა აქცენტი, რომ ევროპამ თავის თავზე უნდა იფიქროს. განსაკუთრებული მხარდაჭერა ჰქონდა დანიას, გრენლანდიის კუთხით მეზობლებისგან, გარშემო მდებარე ქვეყნებისგან, უფრო მკაფიო და მკვეთრი პოზიციები დააფიქსირეს მათ და მოირჩა ასევე კლავაც დღეს მეორედ ვიხსენებ ვიქტორ ორბანს, რომელმაც თქვა, რომ ეს არის ნატოს შიდა საკითხიო და ნატოს ფარგლებში უნდა იყოს განხილულიო და თქვა, რომ უნგრეთს ესეთი გადამწყვეტი სიტყვა არა აქვს ალიანსის შიგნით, მაგრამ თუ კი დღის წესრიგში დადგა ამ თემაზე საუბარი, უნგრეთი აუცილებლად თავის პოზიციას დააფიქსირებსო და ჩემი აზრით ტრადიციულად წლის დასაწყისში, თებერვალში, ბრიუსელში იმართება ნატოს მინისტერიალიც ხოლმე, რასაც მოყვება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია. და მე მგონი, რომ ეს კონფერენცია წლევანდელი არ უნდა იყოს უინტერესო. შარშანდელი შოკის მერე შარშანდელი შოკის მერე ალბათ და სავარაუდოდ სხვათა შორის ცოტა მიძინებული იყო ბოლო წლებში მიუნხენის კონფერენცია და რაღაც დონითაც ჩამოიტანა
წია მონაწილეების, გამომსვლელების და ვარაუდობ, რომ ახლა უნდა იყოს საკმაოდ დიდი ინტერესი, იმიტომ რომ სწორედ ის ფორმატია, სადაც ამგვარი საკითხები განიხილება და რატი შენ როგორც თქვი შარშან, JD Vance-ის შოკის მერე. მაგ შოკიდან ვერ გამოვდივართ, მე მგონი ამ დრომდე. სხვათა შორის უნდა ვაღიარო, არ ვიცოდი და ეხლა გავიგე და ძალიან მომწონს დანიის წესდება, რომელიც მიხედვითაც ჯერ ისვრიან, მერე ლაპარაკობენ. ანუ წესებში საკანონმდებლო დონეზე აქვთ განმტკიცებული, რომ თუ კი სამხედრო ინტერვენცია მოხდება, დანიელი ჯარისკაცები არ ელოდებიან ზემდგომის ბრძანებას ან რაიმე დირექტივას, პირდაპირ ისვრიან. და მე ხდება ასე ვთქვათ ყველაფერი. ხო და ნახოთ, იმედი მაქვს, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ კატასტროფამდე არ მივალთ, ეხლა თუ სერიოზულად მივდგებით ამ საკითხებს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რა ქაოსია თელ სამყაროში პრაქტიკულად, ყველა ნახევარსფეროში არაფერი არ არის გამორიცხული და ირანზეც ვილაპარაკოთ, თუ თამაშენ რამის დამატება არ გინდა. ბოლოს ვიტყოდი, რატი რომ მე მგონი, მაინც ხო მედალს ხომ ორი მხარე აქვს, რაღაცა კუთხით შესაძლოა ეს სიტუაცია ევროკავშირისთვის კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტი იყოს, რომ უფრო სწრაფად იმოქმედოს, უფრო სწრაფად მაქსიმალური ერთიანობა იქნეს ევროკავშირის შიგნით მიღწეული და ევროკავშირი მართლა რაღაც ამ ნახევარსფეროში, თუ ტრამპი ამბობს, რომ იმ ნახევარსფეროში ის არის გავლენის მთავარი აქტორი, რომ ევროკავშირმაც თავისი მართლა ძალა აჩვენოს, თვითკმარობა და ხო იყოს თვითკმარი და ეგ გადანაწილება ჩვენთვის კარგით არაფრით არ დამთავრდება სამწუხაროდ. ანუ მეც მინდა მჯეროდეს, რომ იქ რაღაც ეგრე არ გადანაწილდებია. არ გადაიძაბება რა, თუმცა თეირანის საკითხი მაინტერესებს ძალიან, იმიტომ რომ თუ გინდა ჯერ უკრაინაზე ვისაუბროთ და მერე თეირანი დავიტოვოთ, მაგრამ თეირანთან ერთად მიბმული არის ძალიან ბევრი პროცესი აღმოსავლეთში, მათ შორის სირიაში ახლაც მიმდინარეობს ძალიან გააფთრებული ბრძოლები ქურთების წინააღმდეგ და თურქეთი ემზადება კი არა და გადაკვეთილი აქვს მაგალითად ერაყის საზღვრის ნაწილზე დგას უკვე თავის ჩეკპოინტები აქვს, ანუ ბევრი პროცესი არის, რომელიც საინტერესოა და მოდი თამარ იქნება ჯერ ირანის ამბავი და მერე მივყვეთ. ირანის ამბავი ალბათ თქვენთან უფრო მაშინ თუ გინდა კიევით ხო თან საფრანგეთში პარიზში იყო პარიზში მსურველთა მოდი ესე ვქოთ პარიზში მსურველთა კოალიციის შეხვედრიდან ამოვიდეთ უკრაინის ნაწილი და თან აქვე ვილაპარაკოთ იმ საკადრო ცვლილებებზე რომელიც მოხდა არ ვარ დარწმუნებული რამდენად მომწონს ეს ცვლილებები მიუხედავად ყველაფრისა ჯერ მოდი ვილაპარაკოთ ამ მსურველთა კოალიციაზე რითი დაიშალნენ რაზე შეთანხმდნენ მე კიდევ რომ არ დამავიწყდეს იასთან გამოგჩა ეგ თემა და თამართან იქნება საინტერესო. ტრამპის ახალი სანქციების შესახებ ვკითხულობდი დღეს რომ წვანე შუქი აუნთო ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს და მაგ კუთხითაც გადავიდეთ 15000 ჯარისკაცის განთავსებაზე იქ მერე ზახაროვას განცხადების შესახებაც რომ მზად არის ცეცხლი გაუხსნას ფრანგებს ამ ბრიტანელებს და მოკლედ აი ეს საინტერესო არის გასაშლელად ეს თემა. ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, ერთი უკვე რაც თქვი არის ის რომ ევროკავშირი დაბრუნდა მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინის თემაზე. ეს არის ძალიან ნათელი, ასევე ალბათ აღსანიშნავი არის ვიტკოფის და კუშნერის ქცევა პარიზში, რომელიც განსხვავებული იყო, ვთქვათ, წინა შეხვედრებისგან ევროკავშირთან მიმართებით და ვიტკოფის რაღაცა ესეთი ფრთოსანი მიმართვა მაკრონის მიმართ რომ კიდე კაი ღმერთმა თქვენი თავი რაღაც გვიბოძაო თუ ამგვარი თქვა და მადლობა რომ არსებობო ხო ძალიან ხო მადლობა რომ არსებობდო ანუ ამერიკული მხარე რომელიც ძალიან დაახლოებული არის ტრამპთან კმაყოფილი იყო
ევროკავშირის ამგვარი ჩართულობით ზელენსკითაც როგორც ვნახეთ და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ასევე და თქვენ კარგად იცით მეგობრებო რომ მე მერცის ძალიან დიდი ჩვენ ყველა ფან-კლუბი გვაქვს პატარა ფან-კლუბი გვაქვს და მნიშვნელოვანი ფრაზა იყო რაც მერცმა თქვა რომ გერმანია აიღებს თავის თავზე უკრაინის და ევროკავშირის უსაფრთხოებასაც და მე მგონი დრო არის მართლაც გერმანიამ უფრო კაფიო მკვეთრი ნაბიჯები გადადგას რაც შეეხება ანუ მონახაზი არის ფაქტი არის რომ ევროპა ადასტურებს ბრიტანეთთან ერთად ბრიტანეთიც არ უნდა დაგვავიწყდეს ამ კონფიგურაციაში ისინი მზად არიან გაყვნენ უკრაინას თუმცა როგორც ზელენსკიმ თქვა ჯერჯერობით თქვა აი შემდეგი ნაბიჯები კონკრეტიკა რა იქნება არავინ იცის და ახლა მე მგონი აი რა ვიცი თქვენს თუ დამეთანხმებით თავარი საკითხი არის ცეცხლის შეწყვეტის გარეშე ანუ შემდეგი ნაბიჯების გადადგმა მე როგორც ხვდები წარმოუდგენელია და ცეცხლის შეწყვეტა პირდაპირ დაკავშირებულია ვლადიმერ პუტინზე რომელიც აგერ ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა რომ ისკანდერები შეუტია კრივი როს და მე მგონი რომ არც აპირებს გაჩერებას ასე რომ პოლიტიკური ნება დაფიქსირდა თუმცა როგორი ითარგმნება ეს კონკრეტულ ნაბიჯებში და მართლა იქნება თუ არა მიღწეული პირველად ამ 4 წლის განმავლობაში და ერთ თვეში ასევე 4 წელი ხდება სრულმასშტაბიანი ომიდან ამაზე ალბათ უნდა დაველოდოთ ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. დღეს სიკორსკის განცხადებას ვკითხულობდი, სადაც ძალიან კარგად გასცა მაგ ყველაფერს პასუხი. ანუ ფაქტობრივად ქვეტექსტი ის იყო, რომ ჩვენ მზად ვართ, ჩვენ ვართ გაცილებით ძლიერი ეკონომიკა მთლიანობაში, ვიდრე არის რუსეთი 9-ჯერ თუ 10-ჯერ მეტი ვართ, გვაქვს რესურსი, აგერ 90 მილიარდის ამბავი გადაწყვეტილი გვაქვს. უკრაინას გვერდში უდგავართ, თუ გინდა ცეცხლის შეწყვეტაზე თუ წამოხვალ ჩვენი მხრივ მონაწილეობას მივიღებთ და ეს პირობა ცხადად აქვთ გამოკვეთილი, რომ ჩვენ მათ შორის ცოცხალი ძალის იქ ჩართულობით რაღაც ფორმით და ამ შემდეგ რაც კატეგორიულად მიუღებელია პუტინისთვის, ფაქტობრივად ანუ გამოკვეთეს მათ, რომ ჩვენ უდგავართ უკრაინას გვერდით და თუ ომია, ჩვენ ამ პროცესში უკან არ დავიხევთ. და ისაც მოხდა ასევე ყურში სიკორსკის განცხადებიდან, როდესაც თქვა, რომ საერთოდ არ არსებობდა ამერიკის შეერთებული შტატები, როდესაც ჩვენ რუსებთან საქმეებს ვალაგებდითო და მათ წინააღმდეგობას უწევდითო და ანუ აქ ყველაფერი ნათქვამი არის. ძალიან მომეწონა სხვა შორის ეგ გზავნილიც რა. ცოტას კი გაგვიწელავს ახლა ერთ თემას პატარა უცბად გადავიაროთ ვინ თქვა არ მახსოვს, მაგრამ მოვისმინე რომ ხომ არ არის დრო ევროპის ფედერაციის შექმნის და იგივე ეს მსურველთა კოალიცია, იგივე სიკორსკის ასეთი გააქტიურება, იგივე ეს რაღაცა ამერიკისგან ავტონომიურობა თან ანუ ეს ყველაფერი ხო ევროპისგან არ მოდის, არა იდეაში ამერიკისგან მოდის ინიციატივა რომ აღარ უნდა ევროპაზე ეს პატრონაჟი და ეხლა ევროპა იწყებს თავის რაღაცა ავტონომიურობაზე ფიქრს და აი ეს ევროპის ფედერაცია ისე მომხდა ყურში რა, როგორც აი ხომ არ შეიძლება გამოიკვეთოს რაღაცა ახალი გაერთიანება რა. ეს ასე რატი ცოტა ხნის წინ ხო გახსოვს, მე მგონი ჩვენ ერთ-ერთ გადაცემაში ვისაუბრეთ, არაერთი სტატიაც იყო და რაღაცა დისკუსია დაბრუნდა დიდ ბრიტანეთის ევროკავშირთან რაღაც შეიძლება უკან შემოbrunება ესე პირდაპირ არა, მაგრამ რაღაცა ფორმით უფრო მეტად ინტეგრირებულობაზე. და რომ ის ფაქტიც რომ ევროკავშირი მიუხედავად აი ამ კრიზისული ვითარებებისა და ამერიკასთან ეხლა ამ მდგომარეობისა, აი მიუხედავად ამისა ძალიან ღიად ამბობს რომ გაფართოება არის მისთვის გეოპოლიტიკური იარაღი. ანუ შენ რასაც ამბობ ფართო სურათში რომ შევხედოთ, მასე უყურებენ რომ მათთვის არათუ ჩაკეტვა პირიქით აი ამ რუხი ზონების მოშორება და იმ ქვეყნების რომელიც
მათსავე ფასეულობებს იზიარებს და ასევე რუსეთის სამეზობლოშია, რაც საფრთხეც არის ევროკავშირისთვის. მათი დაახლოება ევროკავშირისთვის დღეს სხვა გვარად ჩანს. სხვა ინტერესი არ კი. ხო, არა ის რომ რკინის ფარდა ჩამოაფაროს მათ და იზოლირდეს, პირიქით ინტეგრირება ურჩევნია მათთან, რომ უფრო მეტად დაცული იყოს თვითონ. ასე რომ ესეც აი ზუსტად ამ ახალი შესაძლებლობების ფანჯარა არის, არა მხოლოდ ამ ქვეყნებისთვის, თავად ევროკავშირისთვის და აქ ისევ მივდივართ იმაზე, სად ვართ ჩვენ, როცა ესეთი გეოპოლიტიკური ძვრებია და პრინციპში ევროკავშირის ინტერესია დაიახლოვოს საქართველოს მსგავსი ქვეყნები. ჩვენ ჯერჯერობით უკანა ეზოში. ჩვენ აი აქ ნაცრისფერ ზონაში ვართ ამ ეტაპზე. ანუ რატი შენ მოსაზრებას, ანუ ეს აზრი თვითონ ეს იდეა ბევრი წლის წინაც არსებობდა, გახსოვთ რომ ევროკავშირის ზრუნავდა რაღაც საკუთარი უსაფრთხოების შექმნაზე, მათ შორის უსაფრთხოების ძალებზე, მათ შორის იყო სერიოზული დისკუსია თამარი დაგვეთანხმება, ეს იქნებოდა ნატოსთან პარალელური თუ არ იქნებოდა, რაღაცა დუბლირება მოხდებოდა, სად იქნებოდა გადაკვეთის წერტილები და ასე შემდეგ და როგორ თქვა რომ კარგია თქო ეხლა იმიტომ რომ აი ამ ომებმა და ამ საშინელმა საფრთხეებმა გამოიწვია ამ დისკუსიის აღდგენა ისევ ფაქტი ერთია რომ აი ეს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა ახალ ფორმებს იძენს და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ხო აი ეს რუხი ზონები როგორც საქართველოა იყოს რაფრად გაფერადდება ეს რუხი ზონა მე მით უფრო რა ეს პირდაპირი საფრთხე არის მათ შორის საქართველოსთვის რუხ ზონად დარჩენა იმიტომ რომ ირგვლივ ყველგან და ყველაფერი დუხს ხო ანუ ირანზე ვსაუბრობდით და ხედავთ პროტესტს ეს პროტესტი არ არის ეხლანდელი ეს პროტესტი იყო 17-შიც 18-შიც 22-შიც ახლაც საკმაოდ მასშტაბური არის ვნახოთ რა ბრუნს აიღებს და როგორ წავა საქმე ერთ პატარა მას რეპლიკას შემოგთავაზებთ ესეც რა ანუ აი ამ ფონზე რუხი ზონის გაფერადება არ გაფერადების ფონზე ხო საქართველოს ხელისუფლება რას აკეთებს ამაზე მინდა რომ უბრალოდ მაყურებელმა გაამახვილოს რა ყურადღება ისინი გვთავაზობენ ასეთ ტაქტიკას მოდი თავზე ხელები წავიფაროთ ხო ხედავთ რა ხდება ანუ ესე პოზიციონირებენ ხო ხედავთ გარშემო რა ხდება აი რამდენი პროცესებია ჩვენ ახლა ვიყოთ ჩვენთვის ჩუმად ვითომ არ ვარსებობთ აი ცოტა ვუტრირებ მაგრამ ეგრე გამოდის რა ვითომ არ ვარსებობთ და იქნება ამ ქარიშხლებმა ჩაიაროს და მე ჩვენ ყველანი კარგად ვიქნებით ამას ასაღებენ ჩვენს თანამოქალაქეებს რა და ამ დროს არ ვიცი ხო ნუ ამაზე კიდევ ბევრი რამის თქვა შეგვიძლია რომ გამალებული უნდა ვცდილობდეთ როგორმე იმიტომ ანუ საკუთარ თავდაცვაზე ფიქრს აი ეგრე რომ იყვნენ რომ ხელები თავზე ქონდეთ წაფარებული და აქარავარ იძახდნენ და არავის არ აღიზიანებდნენ არა ანუ ამას უკეთესი იქნებოდა ვიდრე მე ვამბობ იმას ზუსტად აკეთებენ იმიტომ რომ ეხლა თავზე კი არ აქვთ ხელები წაფარებული პირიქით მორღვეული აქვთ და ამერიკა რო ვენესუელაში სპეცოპერაცია ჩაატარა ეს ყოფილა ევროკავშირის გაქრობის ამბავი მე სხვა რამეს გულისხმობდი და განმარტავ მე გულისხმობდი რომ აუდიტორიას ასე ასაღებენ თორე რას აკეთებენ იქ რომ პირდაპირ რუსული მესიჯები მოდის ეს სხვა საკითხია მართლა რო ეგრე აკეთებდნენ რომ მესმის რომ შეიძლება არ იყო ისეთი ვილიც მაგაში მდგომარეობს არ იყო ისეთი ძლიერი ხელისუფლება რომ აი ამ ორ მტრიალში შეგეძლოს შენი ქვეყნის ინტერესების დაცვა და გინდოდეს რომ აი ესე გაძორე ამას გავიგებდი არ მივესალმებოდი მაგრამ გავიგებდი თუმცა აი ამ გაძრომას კი არ ცდილობენ პირიქით პირდაპირ ურტყამენ ევროკავშირს ანუ ამერიკაზე მიხვდე რომ დარტყმების სახიფათო გახდა მათთვის იმიტომ რომ ტრამპის ადმინისტრაცია ბაიდენის ადმინისტრაციისგან იმითი განსხვავდება რომ ის უბრალოდ კი არ დაასანქცირებს კაცმა არ იცის როგორ იმოქმედებს ამიტომ ამერიკაზე უკვე მიჩუმდნენ და მთლიანად წავიდა ევროკავშირში დღეს ისიც კი მოვისმინეთ თუ არ ვწდები რომ რა თქვინდა ესეთი ევროკავშირიო კაცო თვითონ შეიცვალონო ჯერ და მე დავუბრუნდებით ამ თემას ხო და არ ვიცი ანუ საქართველოს როცა ლაპარაკობთ მე სულ ისე ხურდებით ხოლმე რომ შემდეგ მუდამ სწუხდნენ ამას. ანუ აქ ერთი დეტალი არის კიდე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჩადის სომხეთში ძალიან მალე. აი ამ ტრამპის გახსნაზე,
ხო და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი არის რეგიონისთვის მთლიანად, მათ შორის ცხადია საქართველოსთვისაც იქნება სიგნალი. აქამდე რამდენიც მე მახსოვს, ყველანაირი ვიზიტის მასპინძელი იყო პირველ რიგში საქართველოს. თბილისში იწყებოდა და მე რეგიონულ ტურისტ პარკებში გრძელდებოდა. და დღესვე იყო სხვათაშორის ბოდიში, რომ აზერბაიჯანთან ასეთ ძლიერ რეგიონულ მოთამაშესთან ჩვენი ურთიერთობები სხვა დონეზე უნდა გადავიდეს. ანუ ამერიკასთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა პრაქტიკულად ქაღალდზეც აღარ დარჩა, ესე გამოდის რეალობაში. ალიევმაც გააკეთა განცხადება, ალიევმაც ზუსტად განცხადება გააკეთა, ზუსტად აქცენტით იმაზე, რომ წლები უნდათ ამერიკასთან ამგვარი ურთიერთობები, მაგრამ რაღაც ხელშემშლელი ფაქტორები იყო და რომ ახლა არის ძალიან კარგი დრო არის. ყველაზე მაღალ დონეზეა ურთიერთობები და ირანს რაც შეეხება, მეგობრებო, არ ვიცი, ნახეთ იმის გრემის მიერ გაზიარებული X-ზე ტვიტი გენერირებული ვიდეოთი და სიკვდილით რომ დაემუქრო ტრამპი ყველას მოკლასო, ანუ პირდაპირი ძალიან ღია მუქარებით. მე ვნახე ქუდი რო ეხურა Make Iran Great Again რომელიღაც ეთერში. ხო, და გენერირებული ვიდეოც იყო. სხვათა შორის მაგ ამერიკულ გამოხმაურებაზე ჩემს ახსე კონდა რამდენიმე დღის წინ ეს ირანის კარგი მცოდნე ადამიანთან და იმასაც რა თქმა უნდა ვკითხე ზუსტად მაგ აღდგენებით რომ აი ამერიკაც როგორც იქნა ღია ხარდაჭერა დააფიქსირა და მისი პოზიცია იყო რომ ირანელი ხალხის სპეციფიკიდან გამომდინარე შეიძლება ჯობდეს რომ ცოტა ხანი აცადონ თელმა მსოფლიომ აცადოს ირანელ ხალხს რომ თავისი საქმე ბოლომდე მიიყვანონ და შესაძლოა იყოს მხარდაჭერა, თუმცა არა აი ამ პოლიტიკური განცხადებების ფონზე. და ეს ყველა ამ ყველაფერს ხსნიდა სწორედ აი ამ თვითონ ირანის სპეციფიკიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მათ ყველაფრის მიუხედავად მაინც აქვთ განცდა, რომ საგარეო ჩარევის შემთხვევაში უნდა გაერთიანდნენ, ხო და მიუხედავად იმისა, რომ ეს საგარეო ჩარევა ამ შემთხვევაში დემონსტრანტების წისქვილზე დაასხამდა წყალს, ხო? აბსოლუტურად ვეთანხმებ. ხო, ასე რომ შესაძლოა ფათაშორის მაგიტომაც ევროკავშირი აი კიდან ვხედავთ რაღაც განცხადებებს და კომენტარებს და აქტიურობას თუნდაც სოციალურ ქსელში ევროკავშირი საკმაოდ ისე არის აი ოფიციალურად თუ შეკითხვა არ დაისვა რაღაცნაირად თავს იკავებს შესაძლოა სწორედ მაგის გამო ჩვენ დრო შეზღუდულები ვართ უბრალოდ ერთი რაღაცა უნდა ვთქვა ისევ აი საქართველოსთან დაკავშირებით რომელიც ერთგვარ რუხზონაში არის მოხვედრილი ყველაფერი გასაგებია ყველაფერი შეიძლება გავიგოთ ადამიანები ვართ გვესმის რაღაცეები და გავიგებდით იმ შემთხვევაში მაგალითად ჩუმად მაინც ინსტიტუციების მდგრადობაზე რომ მიდიოდეს და არანგრევაზე ხო რომ ვიცოდეთ რომ ირგვლივ როცა ესეთი დუღილის პროცესია ჩვენი ინსტიტუციები საკმაოდ ძლიერი არიან ჩვენი უსაფრთხოების ძალები ძლიერი არიან ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება ძლიერია ჩვენი მოსახლეობა ძლიერია კორუფცია არ არის მოქალაქეების ჯიბეში ხელებს არ აფოთურებენ მასშტაბლებლის ხელფასებს და პენსიებს არ ამცირებენ და თვითონ ამბობენ ამ ყველაფერს ჩვენ ვაბრალობთ ხელფასებს და ნუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ გამოგრჩა, კი არა და ვეღარ ჩავსვით უკრაინის თემა, იქ ძალიან მძიმე ვითარებაა, ენერგო კრიზისი არის, იმიტომ რომ წუხელღამე დაარტყეს, იმის წინაც დაარტყეს. 100-ობით 1000 ადამიანი არის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი, სიცივეა და ნუ ასე შემდეგ საკმაოდ მძიმე მდგომარეობა. და ამ ფონზე საკადრო ცვლილებები და ამ ფონზე მიდის განხორციელდა უკვე სერიოზული საკადრო ცვლილებები და მათ შორის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, რომ ერმაკის თანამდებობა, ანუ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოსტი დაიკავა კირილ ბუდანოვმა, რომელიც მანამდე იყო შეიარაღებული ძალების მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი, ხო? აი ეს სამხედრო დაზვერვის შეფი. ხო, სამხედრო დაზვერვის შეფი და ანუ ეს ხაზი სამხედრო ხაზი, უსაფრთხოების ხაზი არის გაძლიერებული. ნუ ნახოთ რა იქნება. მაგაზე მე მგონი შემდეგ ეპიზოდში უფრო მეტი უნდა ვისაუბროთ ჩემი აზრით ამაზე.
დღეისთვის ვფიქრობ სულ ეს იყო. კაი, ირანში ორი სიტყვით რომ დავამატოთ კიდე ამ დროისთვის 3 ქალაქი აქვთ, ხო? თუ შემოსვლის რაც ჩავხედე 4 ეწერა, ოღონდ ანუ 4-ზე ამბობენ, კი. ხო, საპროტესტო აქციებმა მოიცვა უკვე 4 ქალაქი და ბევრი ასეთი ფაქტიც ვნახეთ, სადაც ბოდიში 4 ქალაქი აიღეს თორემ გაცილებით. იგულისხმება ის რომ პოლიცია და აიღესში რა იგულისხმება, მაგაში ვეღარ ჩავყევი რა. შესაძლოა ბევრი ხალხი არის გამოსული გაცილებით და ეხა აიღეს ანუ შიდა ადმინისტრაცია აღარ მუშაობს. ესე გამოდის და პოლიცია ეს საპოლიციო გუშაქთა კორპუსი ალბათ. ხო, ძალები თუ აი ეს შენობები ადმინისტრაციული რაღაცები დაიკავეს და გადმოვიდა იყო ბევრი ასეთი ინფორმაცია, რა ვიცი, კადრებიც თუ ეს რა თქმა უნდა დადასტურებას საჭიროებს, მე უკვე ახლა ბევრი რაღაცა ნიაღვარი მოდის. ბევრი ასეთი კადრი იყო, სადაც პოლიცია გადავიდა, თქვათ, მათ მხარეს. და დაყარა იარაღი ასე ვთქვათ და შეუერთდა ხალხს. ნახოთ, ნუ ეს რაღაცა ტალღასავით წამოვიდა, მაგრამ წინასწარ რაღაცა დასკვნებს მოვერიდოთ სპეციფიკიდან გამომდინარე, როგორც რატი მახსენე. ოკეი, დავამთავროთ დღეს. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. როგორც თქვით, ბევრი თემაა, ყველაფერს ესე ძირფესვიანად ვერ მოვიცავდით ახლა ერთ ეპიზოდში, სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ ჯერ ახალი წლის პერიოდის შემდეგ კიდევ ერთხელ ესე შეკრება მანამდე, მაგრამ ამის შემდეგ ინტენსიურად გავაგრძელებთ. ანუ ფორმატი შენარჩუნდება ხალხო, ყოველ კვირაში ერთხელ ჩვენ გავაკეთებთ შეჯამებას მნიშვნელოვანი პროცესებს. ხო, რატის მუდმივი შეხსენებებიც გავითვალისწინებთ. გამოგვიწერეთ. არა ვარ ცუდი ხალხი. მადლობა ამ დროებით. დროებით. შეხვედრამდე.